არ გამიბრაზდებით? არა. მაშინ არ ვიყავი მოწყენილი, უბრალოდ თქვენთან აქ ყოფნა მეთოდა. ვიცოდი, იმიტომ რომ შეხარ მაიმუნი გო. მაიმუნი ზაფერისტი ვინადი. ბოდიში. აი მე ჩემო ცოცხლე. ამ სახლში ყველას გაბადრული სახეები რატომ აქვს? ჰა? ხათაშევის მეც მინდა და ყავა. აჰა. არ მინდა. ეთერას ხვარულია. როგორი ხუხულა და პუტკუ. მაგარი საყვარელია, მაგრამ შენ უნდა ნახო, როცა შია რა შვება. შეიძლება გული გაგისკდეს. ნუ როცა ხშია შენც ანგრევ ქვეყანას. მეც ეგრე ვიყავი? არა, კი ვიყავი, ხაც ეგრე ხარ. ანა ამბობს რომ მე მგავს. ნუ გონია რომ ცოტა შენც გავს. ხო, მაგრამ არ ჯობია ანას გავდეს და ვიდრე მე. არა, ანა ლამაზი გოგოა ნამდვილად. მაგრამ შენ ხო ხარ ცოტა სიმპათიური. რას ნიშნავს ცოტა სიმპათიური და არ ვიხუმრე და ავიბრანჭი ცოტა. მე მგავს აბა ვიღავს. აი მე ძალიან საყვარელია. ძალიან. აუ, მაგრამ არ ვიცი ეს ამბავი თაკოს როგორ უთხრა რა. სახლიდან გასასვლელად ყოველდღე ახალ ამბავს ვიგონებ ხოლმე. ხოიც მე ველაპარაკები რომ თვალებში ვერ ვყურებ. სადღაც ვიყურები. ძალიან მწვენეა. მეც მაგრად მეთქდება უკვე რა. დავაპირებ უთხრა მე გადავიფიქრებ, მე კიდე დავაპირებ რომ უთხრა მე ისე გადავიფიქრებ ხოლმე. მოგიწევს თქმა, ეხა ეს ხო არ იქნება. ხო, მაგრამ ცოტა ხანში ვიტყვი რა. ჯერ მოვიდე საზრდე ჩადგეს ფორმაში. ხო. თორე იგივე შეტევას მე ვეღარ გადავიტან რა. არა, მაგას გეთანხმ. ჩემზე ჭორავს? მიხვდა. და რას ჭორავს რა ხდება? ой, მე საშინელებებს ლაპარაკობ. აი რა. დაგეკვე. ბა. აჰა, მოვეც. მოკლედ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ეხლა ლალი რაღაც გემრიებლობს და რაღაცებს გააკეთებს. ოკეი. კაი, მე გავაკეთებ, გინდა? გადასარევ. გავაკეთებ. ოღონდ აი ძალიან რო გთხოვთებს ამოიტან. ისე ცოტაც რომ თქო, ნუ მაინც იცოდას ამოვიდა. გთხოვმაში. მადლობა. ვა. რა უნდა მოვიტანო? თევზი გერს. აი. არ დაიშალოთ, წავალ. აქ ავართ. გელოდებით. რას მოიტანს კაცი მაზეც. აშვებით ჩემპიონები. ძინავს ჩემპიონს. მართლა? ხო, წამოწვა და ეგრევე გაიციშა. ეტა ვიზნებს. როგორ მშურდა ხოლმე შენი. ბალიზე თავი არ ქონდა დადებული უგო გეძინა. რატო დაიძინა რა? მაგიდან მქონდა დაჯოშნილი ქვემოთ. გაუხარდებოდა რა? არა, გაგიჟდებოდა სიხარულით, მაგრამ ისეთ ყველა ძინავს მეცოდება რომ გავაღვიძო. არა, უნდა გავაღვიძო. შენ სკეძინება? მე არა. რატომ მეკითხები? რატო გამოიცნო? გამოვიცანი. და კარგი რესტორანია. საოცარი. აი მთელი სამყაროდან ჩამოდიან ბათუმისგან. კარგი მაშინ ჩავიცვამ და ჩავა. არა. არ მეძინა. მოდი.
რა თქმა უნდა თუ არ გეჩქარებ. არსად არ მეჩქარება, შენთან მოვედი. არა ხო შეიძლება გარეთ ვინმე გელოდებოდეს. არავინ მელოდება. როგორ ხარ? ნორმალურად. შენ? ჩიტივით. წყალი შეგიძლია დამალევინო. რა თქმა უნდა. კანკალებ? საიდან მოიგე? ხო. ცოტას ნერვიულობ. დერაზე? იმდენი რამე მოხდა. ჯერ გაქრი, მერე არ მეკარებ. ახლა კიდე არ ვიცი რას უნდა ველოდო. ესე იგი ყველაფერში მე ვარ რა დამნაშავე. ეგრე შუაშია. შეიძლება მე ვარ დამნაშავე, მაგრამ შეიძლება? არა ვარ. მაგრამ ხომ შეიძლება შანსი მომცე. რომ მომიარო? თუნდაც. და უკეთესი შანსი რომ მოგცე. ერთი კვირის წინ პირველად შემეშინდა სიკვდილის. არაგანა იმიტომ რომ სავსე ცხოვრებით ვცხოვრობ და ამის დათმა მომენანებ. არა. რამე გაწუხებს? სიკვდილზე რა დავფიქრობ? არაფერი ხანდახან მეფიქრება ხოლმე. აი უბრალოდ 100 წელიც რო ვიცხოვრო. რა? არა ასე რო ვიფიქროთ მაშინ. სხვა რამეს ვამბობ. ჩემგან რა დარჩება? მე გეტყვი. არაფერი. ხო და გადავწყვიტე. ისეთი რამე დავტოვო, რაც ჩემს ასეთ სიცოცხლესაც გაამართლებს. უნდა ამას შენი დახმარება მჭირდება. თავი შენ უნდა გააკეთო. მითხარი რა გავაკეთო და თუ შემიძლია. შვილი მინდა მყავდეს. გახსოვს? ავორიამდე შენს გინდა. თუ ცდები. არა. მინდოდა. ხო და ახლა ორივე შეგვიძლია სრული ავისრულოთ. 3 დღის წინ ექიმს ველაპარაკე. გამოკვლევები ჩავიტარე და ამ კუთხით სრულად ჯანმრთელი ვარ. საოცარი არა? ჩემნაირ ადამიანსაც კი აქვს შანსი რომ საყვარელი ადამიანისგან შვილი ყავდეს. ამის წარმოდგენას კი მაბედნიერებს. ხო, მაგრამ არა, ფინანსები და ექიმები შენი საზრუნავი არ იქნება. ამაზე ყველაფერზე მე ვიზრუნებ. შენგან მხოლოდ თანხმობაა საჭირო. იცი რა მიოგის, მაგრამ კანი კიდევ უფრო უკეთესი გამიხდა. კარგი, ეხლა ყველაფერს იოგას უნდა დავაბრალებ. თავიდანვე კარგი კანი გქონდა. შენ ოღონდ რამე კაი არ თქვა იოგაზე და 1000 კომპლიმენტს მეტყვი, ხო? არც კი გრცხვენია. ჩემი არსებობა მხოლოდ შენი მშვენიერებით ტკბობა და კომპლიმენტების ბრკვლევა. და მაიმუნობა რა? ეგეც ცოტა კი. ხო არ დავიძინოთ ჩემო დედოფალო. დავიძინოთ კი, მაგრამ შენ რაღაც ძალიან აჟიტირებული ხო ვარ, ხო? ჯვიხარია ესეთ კარგ ხაციაზე რომ გხედავ და მაგრამ. არა, ეგ კი მჯერა რომ გიხარია, მაგრამ კიდე რამე ხო არ მოხდა. რა მოხდა?
მეგონი ვიცი რაც მოხდა. რა? რავი, ყველანაირი წესით და გამოთვლით ანას უკვე უნდა ემშობია რა? დავკერეს ნორმალური ხარ? რანაირად მიმავაუდი მაგას აი რა. გოგო თუ ბიჭი? It's a boy. მე ძალიან მაგარია წერეს კი მოცო. დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო მამა იქნება. მარტო. ძალიან მაგარია. მოდი ახლა ჩვენ ელენეს გავუმარჯოს. Josek თქვენ უკვე. არ დაიმსახურე რომ კიდევ ბერჯერ თქვათ? ისე გიხდება, ნასვამი როცა ხარ. მე ვარ ახლა ნასვამი? ხო, და სულ ამტკიცებ, რომ ნასვამი არ ხარ. ეხლა ვინმე რო გისმენდეს, იფიქრებს რომ როლოთი ხარ? მე რო ეხლა ვინმე მისმინოს. და მკითხოს რას ვფიქრობ შენზე. აი მაგას ნამდვილად არ იფიქრებს. აბა რას? არ იცი ხო? რას ფიქრობ ჩემზე? ახლა აღარ. იმას რასაც ადრე. როდის ადრე? ზოლიანი კაბით და თეთრი ფეხსაცმლით რომ მიდექი გაჩერებაზე. მართლა გახსოვს რამეცვა ჩვენი შეხვედრის დროს? კი, როგორ არ მახსოვს. თეთრი ჩარტა გქონდა კიდე დიდი. ზერბას არის. ვერ ვიტანდი მაგ ჩანთას სულ რაღაცა ვიქექებოდი და ვერაფერს ვერ ყვავილობდი. მაშინაც რაღაც ტელეფონს ეძებდი, ტელეფონი ამოიღე. მეც მახსოვს შენ კითხე რაღაც ავტობუსი სად მიდისო თუ რაღაც. ხო, გიჟივით გამოვარდი კაფედან. მეც არ მიდიოდი სადღაც. არა მიდიოდი. ასპერა და გიგი დავტოვე კაფეში. ივაკდე და გიჟივით დაგინახე თუ არა შესკინა მოვიქცი. პირველად მესმის. იმიტომ რომ ვფიქრობდი რომ დავფერდებოდი თქვენ რა მოგიყვებოდი ამ ამბავს. ანუ დავფერდი. არა, მაგრამ აი როცა დავფერდები, ძალიან დიდი ხნის მერე ისევ ესეთი ლამაზი იქნები. შენ სიმპათიური მოხუცი იქნები. ვითომ? ვითომ არ იცის. მაგრამ მე რა? არც არაფერი. ისე მეც კაია, სიმპათიური ხარ. ელენე შემკავს. ისე პანსიონატზე გამახსენდა. რა ოლადო? ეცინა და აღარ გავაღვიძე. გულის ჩაკრა. ამ ჩაკრით ერთიანდება შენი სულის და ეგოს ნაწილი. მალე ხომ იცი რომ